მასშტაბით დაიწყო ფუნქციონირება 3051 საარჩევნო უბანმა. 3051 უბნიდან 2284 უბანზე ამომრჩევლები კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება კენჭისყრა. საუბნო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ბარათების დარიგება და ასევე საინფორმაციო ფლაიერების დარიგება. უკვე დაბეჭდილია და გამოკრულია ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა ერთიანი სიები, პირველადი ვერსიები, ანუ საჯარო ვერსიები. ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით შეუძლიათ, რომ 16 სექტემბრის ჩათვლით მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას ან მიმართონ სერვისების განვითარების სააგენტოს. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ ჯანსაღი საარჩევნო გარემო არსებობდეს, უნდა იყოს დაკვირვება და ჩვენ მივესალმებით ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოიტანს შესაბამის ვადებში კანონით დადგენილ დოკუმენტაციას რეგისტრაციისთვის, სამწუხაროა ნამდვილად ის, რომ არ მოხდება თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება EUTODIR-ის მხრიდან, თუმცა შეთავაზება იყო დაკვირვების 4 ოქტომბრის არჩევნებზე, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაცია არის მზად, რომ ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც დათქმულ ვადებში და ეს ვადები გახლავთ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის 24 სექტემბერი, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის 27 სექტემბერი და მედიის აკრედიტაციისთვის ვადარი 29 სექტემბერი, იმისათვის, რომ გავატაროთ ისინი რეგისტრაციაში. ამ დროისთვის არის უკვე დარეგისტრირებული 16 საერთაშორისო ორგანიზაცია და 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.